მერედი დღემშვიდობისა ყველაზე კოსმიური ტარო კონსულტაციის გვერდიდან და რა თქმა უნდა გამოიწეროთ იმისთვის რომ სიახლეები არ გამოგრჩეთ რაც შეეხება პირად კონსულტაციას არის ფასიანი და უნდა ჩაეწეროთ წინასწარ ჩვენი დღევანდელი გაშლა იქნება რჩევა საკუთარ თავს რომელიც გჭირდება ახლა რომ მოისმინო მოკლედ აი ესე ავირჩიოთ პირველი ახლანდელი სიტუაცია რა უნდა გააკეთო და ამ ყველაფრისთვის რჩევა პირველი ეს იქნება პირველი და ეს იქნება მეორე მოკლედ აირჩიეთ პირველი ან მეორე და დავიწყოთ ახლანდელი სიტუაცია რა ხდება შენს ცხოვრებაში საკმაოდ რაღაც სტრესული პერიოდი შეიძლება გქონდეს გადაწყვეტილებების მიღება გიჭირდეს და ესე ვთქვათ ცალკე გინდოდეს ყოფნა რაც იმას ნიშნავს რომ რაღაც ცვლილებებს ელოდები შინაგანად და ამისთვის გჭირდება მზად ყოფნა რომ ნაბიჯები გადადგა თუმცა მოდი სამივე არკანს გავშლი და გეტყვი რა და როგორ უნდა გააკეთო კომბინაციაში უფრო მარტივად მივხვდები რაც შეეხება შენს რეალობას რომელიც ახლა არის შენს ცხოვრებაში და რა უნდა გააკეთო რა უნდა გაითვალისწინო არის ის რომ ნაბიჯი რომლის გადადგმაც გინდა იქნება წარმატებული, ამან არ შეგაშინოს. ადამიანი, რომელიც ცოტა გავლენიანი შეიძლება იყოს და შენს სამსახურზე, ნუ რაღაც შენს გეგმებზე და ჩანაფიქრებზე გავლენას ასევე აქაც მოახდენს, ამიტომ დახმარების ხელს, ვინც გამოგიწვლის აუცილებლად დაეთანხმეთ და გაჰყევით მას ამ გზაზე, იმიტომ რომ რაღაც წარმატებული გელოდებათ. შეიძლება არ იყოს ისეთი, ესე ვთქვათ, საფეხურის რაღაც ნაბიჯი, რომელიც თქვენ ამ წუთში ჩაფიქრებული გაქვთ და გინდათ, თუმცა აუცილებლად ახვალთ იმ საფეხურზე, რომელიც გსურთ. ასე რომ თავარია დაიწყოთ ეს ცვლილებები და სტრესს რაღაცნაირად მოერიოთ. რაც შეეხება მეორეს, თუ აირჩიეთ მეორე, მინდა გითხრათ, რომ წარმატებული პერიოდი გელოდებათ და თქვენი ახლანდელი სიტუაცია არის ის, რომ რაღაც გეგმა, რომელიც დაწყებული გაქვთ, წარმატებით დასრულდება, ან ახლახანს დასრულდა და თქვენი გეგმები ზუსტად აი როგორც ჩაფიქრებული გქონდათ, ისე მიდის. ამ ყველაფერში მარტო არ ხართ, გვერდით გყავთ ადამიანი, თუ ჯერ არ გყავთ, მაშინ აუცილებლად იპოვით ამ ადამიანს, რომელიც მაქსიმალურად გვერდით დაგიდგება, ეს იქნება საქმე, თუ ეს იქნება პირადი ურთიერთობა, თქვენი პარტნიორი იქნება, რომელიც ყველაფერს თქვენთან ერთად გააკეთებს და ყველაფერში დაგეხმარებათ, ასე რომ სწორი ადამიანების გარშემო ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება რჩევას არის ის რომ საკუთარი თავი გაანებუროთ და არ დაგავიწყდეთ რომ საჩუქრები გაუკეთოთ იმ ადამიანებს ვინც დაგეხმარებიან წარმატებული ბედნიერი და ფერადი დღეები ყველას